ტარიცები პოზე ვეღარ დგები. თანამ არავინ არ ამაყენებს. მე ყველივან მიშვებეთ, ამაყენეთ, ვინახათ გარეთ. ზოგი თუ გაიგებს ამაყენეთ, თუ არა და მთელი დღე აი ესე პოზე ვიჭიდე, არავინ არ ჩუნდა რეტუს როგორ ახარ. მაგრამ მეზობლობას უნდა უყვარდეთ, ერთმანეთში მიმოსვლა და რო ხედავდნენ ის ადამიანი ინვალიდია, ეცხელ მაინც უნდა მიაკითხო და გაიგო, იქნებ იმას რა უჭერს. ამ საბრალო მოხუცქალს შეხედეთ, ის ფეხზე ძლივს დგას. მერიბებო 84 წლისაა და უკვე 5 წელია ამ სახლიდან ვერ გადის, რომელშიც სრულიად მარტო ცხოვრობს. ჭიქაწყლის მიმწოდებელიც კი არავინ ხავს საბრალო ქალს. მერიბებოს გული აწუხებს, მაგრამ ექიმთან წასვლის საშუალება საიდან ექნება? თავისი პენსია კომუნალურ გადასახადებსა და საკვებ პროდუქტებზე ძლივს ყოფნის. არადა მას ხომ ცხოვრების ბოლო წლების ადამიანურად გატარება ძალიან უნდა. ძალიან სჭირდება ბიოტუალეტი, რადგან ამჟამად ბებო გარეთ ვერ გადის და იძულებულია ბოდიშის მოხდით სათლი გამოიყენოს. დაბანაზე საუბარიც კი ზედმეტია. მოხუცქალს უბრალოდ არ შეუძლია აბაზანამდე მისვლა. საწოლს მიჯაჭვულ ნატანჯ მოხუცს წამლები, პამპერსი და თბილი ტანი სამოსი სჭირდება. მეგობრებო, ჩვენც დავბერდებით. მოდით ამ საბრალო მოხუცქალს ერთად შევუმსუბუქოთ ყოფა და გავახსენოთ სიხარული რას ნიშნავს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.